უბრუნდებით ცოცხალი ჯაჭვის აქციას, რომელიც იმართება თბილისში, რამდენიმე ხიდთან. ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა მზარბრუკენის ხიდთან, სადაც ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი იმყოფება, რაც შეეხება სხვა ხიდებს. ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ ადგილზე. ჩვენ ახლა ჩავთავთ ნათია ქენქაძეს, რომელიც 3 საათიდან მას შემდეგ, რაც ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა, იმყოფება ბარათაშვილის ხიდთან. ის გვეტყვის, რა განცხადებები კეთდება აქციაზე. ნათია, გისმენთ. ბარათაშვილის ხიდი არის პროტესტის ერთ-ერთი კერა და ამ წუთებში როგორც უშუალოდ ბარათაშვილის ხიდზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადაზე და მთელ გაყოლებაზე სანაპიროზე იუსტიციის სახლამდე დგას ხალხის ნაკადი, რომელმაც დაახლოებით 3 საათისთვის დაიწყო შეკრება და შემდეგ მათ უკვე გააკეთეს ჯაჭვი, ხელჩაკიდებულები დროშებით დადგნენ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ერთიანობა და სიმტკიცე არის ამ პროტესტისთვის დამახასიათებელი, რომლის ფარგლებშიც ისინი უკვე ერთი თვეა ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან ქუჩაში და აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხი, რასაც მოქალაქეები ევროპული გზიდან გადახვევად მიიჩნევენ და აჟღერებენ მოთხოვნას, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა ის პირი უპირობოდ, ვინც ამ პროტესტის ფარგლებში იქნა დაკავებული. პროტესტს აქვს სრულიად მშვიდი ფორმა, რაიმე ინციდენტს ადგილი არ ქონია. განსხვავებით ღამით აქციებისგან დღეს ძალიან ბევრი ბავშვი ყავთ გამოყვანილი, ოჯახებით არიან გამოსული მოქალაქეები იმისთვის, რომ ამ აქციას შეუერთდნენ, რომელიც სიმბოლურად დაიგეგმა სწორედ ერთი თვის თავზე იმ გადაწყვეტილებიდან, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. როგორც ცნობილია, მთელი დედაქალაქის მასშტაბით არის გაშლილი ეს პროტესტი. 7 ხიდი შეირჩა სიმბოლურად ერთობის ჯაჭვისთვის. ვთხოვ ახლა ოპერატორს გაჩვენოთ აქ რა ვითარება, როგორც გითხარით, მოქალაქეების ნაკადი დგას არამხოლოდ ბარათაშვილის ხიდზე, არამედ მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციის სახლამდე და ასე გამოხატავს საკუთარ პროტესტს უკვე 1 საათია. სხვადასხვა ადგილას პროფესიის მიხედვით შეიკრიბნენ ადამიანები, ისევე როგორც მარშების დროს, ასევე გარკვეული კონცეფციით შეარჩიეს მას ტერიტორიები, რომლებზეც განლაგდნენ. მაგალითად, აქ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ არიან ლიტერატორები შეკრებილები, ასევე პოლიტიკოსებიც. ჩვენ აქ ვნახეთ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლები. ზეარბრუკენის მოედანზე შეუერთდა პროტესტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მოქალაქეები ოვაციებით და შეძახილებით შეხვდნენ და მან კიდევ ერთხელ გააჟღერა საკუთარი დამოკიდებულება ამ პროტესტის მიმართ, რომელიც ისედაც ცნობილია. სალომე ზურაბიშვილი სრულად უცხადებს მხარდაჭერას მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ერთი თვეა ქუჩაში დგანან და სრულად იზიარებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ამ პროტესტის ფარგლებში ჟღერდება. დიდი ერთობა, დიდი ერთიანობა, პროტესტის ძალიან საინტერესო ფორმა და მთელი საქართველო ერთიანია და ფიქრობ, რომ ახალი არჩევნების დრო მოვიდა და საქართველო ივანიშვილის გარეშე დრო მოვიდა, იმიტომ რომ სანქცირებული ადამიანი არ ჭირდება ამ ქვეყანას მით უმეტეს არაფორმალურ მმართველად. ვართ ძალიან ბევრი, ვართ ძლიერები და რა ვიცი, ყველაფერი მეც არ შეიძლება რომ დავამატებოს. და მე მგონი ეს ნახეთ კადრები ჩანს იქამდე სადამდე გრძელდება, ამიტომ ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას თუ კიდევ აქვს იმედები იმისი, რომ ვართ ცოტანი და უიმედოთ, შეგვიძლია უთხრათ, რომ წებიან, როგორც არასდროს ისე. ჩემთვის ყოველთვის ერთობის ენერგია არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ უნდა ყოფილიყავი. ამ ერთობის მშვიდობის და ერთობის და ურთიერთსიყვარულის, ურთიერთმოფრთხილების ჯაჭვში. დაახლოებით 1 საათია, რაც პროტესტი ამ ფორმით გრძელდება. ეს არის განსხვავებული ფორმა ერთობის ჯაჭვი, რომელიც საკუთარი ერთიანობის სიმბოლურ გამოსახულება დაირჩიეს მოქალაქეებმა და სპეციალურად დაამტყვიეს აქციის ეს ფორმა ერთ თვეს, მას პროტესტის დაწყებიდან ერთ თვეს ამ დრომდე ისინი რჩებიან ადგილზე, თუმცა საავტომობილო მოძრაობა ადგილზე არის შენარჩუნებული და აქციის მონაწილეები დგანან გზების ხიდების გასწვრივ, ისე რომ ავტომობილების მიმოსვლა არ შეაფერხონ. ეს იყო ნათია ქენქაძე, რომელიც იმყოფება ერთობის ჯაჭვის აქციაზე.